19 წლის რეჯი კოული ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ ციხეში აღმოჩნდა. იქ მას უნდა შეხვედროდა ციხის მეფე, მეტსახელად ელ დიაბლო. დაპირისპირება სასტიკი იყო, მაგრამ საბოლოოდ ყველას გასაკვირად კარგად დასრულდა. რეჯი ბავშვი იყო, როცა ოჯახი ლოს-ანჯელესის კრიმინალურ უბანში გადავიდა. ქუჩებში ბანდები მოძრაობდნენ, ძალადობა ყოველდღიურობა იყო. მისი უფროსი ძმა, 15 წლის კენი, ერთ-ერთ ბანდაში გაწევრიანდა და მალე მტრულ დაპირისპირებაშიც ჩაერთო. ერთ დღეს მოწინააღმდეგე ბანდა მოლოდნელი თავდასხმა მოაწყო და სრულისას კენი მოკლეს. რეჯი განადგურდა, მაგრამ ცდილობდა სწავლაზე კონცენტრირება მოეხდინა. გარემოება მაინც თავის იქნა. ძმის მეგობრებმა და ქუჩის ცხოვრებამ მასზე ნელ-ნელა გავლენა მოახდინა. მას სწავლას თავი დაანება და კრიმინალურ სამყაროში გადავიდა. ოჯახიც დაიშალა, მშობლები დაშორდნენ, და-ძმები გაიფანტნენ. დედა მარტო დარჩა და ვეღარ აკონტროლებდა შვილს. ძიძემ სამსახურის შესწავლაზე სანტექნიკის კომპანიაში, მაგრამ რეჯიმ უარი თქვა. მან დაიწყო კანაფის მოყვანა და გაყიდვა. 16 წლის ასაკში პირველად დააკავეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, შემდეგ კი იერარქის დარებისთვის. შემოსავლის მთავარი წყარო ნარკოტიკების გაყიდვა იყო. 19 წლის ასაკში იგი მამაკაცის მკვლელობისთვის დააპატიმრეს. საზამართლომ დამნაშავედ ცნო და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ის გადაიყვანეს კალიპატრიის ციხეში, ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ და ძალადობრივ დაწესებულებაში. ციხე ოდნავ შუაგულში იდგა, იზოლირებული და მკაცრად დაცული, გარე ღობეზე დინი გადადიოდა. შეხება სიკვდილს ნიშნავდა. შიდა ღობის გადალახვის შემთხვევაშიც იგივე პედიოდა ნებისმიერს. ცოლები ცოტანი იყვნენ. ერთ მცველზე და ახლობით 50 პატიმარი მოდიოდა. რამდენიმე თვით ადრე 5 პატიმარსა და მცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. პატიმრებმა თვითნაგეთი დანებით 8 მცველი დაჭრეს. შემთხვევა მთელ კალიფორნიაში გაქცევა. გამოიწერე არხი. ასეთ გარემოში დაიწყო რეჯის ახალი მძიმე ცხოვრება. რეჯი და სხვა ახალბედა პატიმრები ციხის მთავარ შენობასთან მიიყვანეს. ძველი პატიმრები ეზოდან აგვირდებდნენ მათ. ახლების სახელების მიხედვით გამოიძახეს გააშიშვლეს შემოქმედებისთვის და შემდეგ ფორმა მისცეს. და თითოეული საკუთარ საკანში გადაიყვანეს. საკანი 4 ბეტონის კედელი იყო, ფანჯრის გარეშე, რკინის კარით და პატარა ახრიჯოთი. შიგნით იყო ორსართულიანი საძოვრი, ხელსაბანი და ტუალეტი. რეჯიმ მალევე შეამჩნია, რომ ქვედა საძოვრზე მისი თანასაგნელი იწვა. თავის არიდება ამჯობინა. არ იცოდა ვინ იყო და არ უნდა და ზედმეტი ყურადღება. რეჯიმ პირველივე კვირაში გაიაზრა თუ სად მოხდა ის. ერთ ღამეს რამდენიმე პატიმარის საკანში შევარდა. მისი თანასაგნელი მათთან თბილად საუბარს ცდილობდა, მაგრამ სცემეს და გაუპატიურეს. რეჯიზე და ზე გაუნძრელად იწვა თითქოს ეძინა. იმის გამო რომ ჩუმად იყო ის გადარჩა. ეს არაერთხელ გამეორდა. მაშინ მიხვდა, აქ დარჩენა ბრძოლას ნიშნავდა. მას შეამჩნია, რომ ბევრს თვითნაკეთი დანები ჰქონდა. მანაც კბილის ჯაგრისი აიღო და ქვით წვერი გაამახვილა. თავისი პატარა თავდაცვის იარაღი შექმნა. ეზოში ყოველდღე უშავდნენ. პატიმრები ჯგუფებად იყვნენ დაყოფილი. რეჯი მიხვდა, რომ მარტო დიდხანს ვერ გაცლებდა, მაგრამ ბანდაში შესასვლელად თავის დამტკიცება იყო საჭირო. ერთ დღეს ეზოში ჯგუფმა წრე შემოარტყა რეჯის. ლიდერმა ყელში ჩაავლო და ღობეზე მიაბჯინა. მთელი ციხე მათ უყურებდა. რეჯიმ გაიხსენა თავისი თანასაგნელის ბედი და მიხვდა, თუ ახლა არ იმოქმედება და შემდეგი თავად იქნებოდა. რამდენიმე წამში ამოიღო ბასრი ჯაგრისი და კაცს ყელში ჩაარტყა. სასიკვდილოდ არა, მხოლოდ გასაფრთხილებლად. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ჯგუფი დაეშალა. იმ დღიდან რეჯის სხვანაირად უყურებდნენ. ის საშიშად ჩათვალეს. ცოტა ხანში ბანდამ სახელად 49 მიიწვია და რეჯიმ ბოლოს და ბოლოს იპოვა დაცვა, რომელსაც ეძებდა. რეჯიმ ბანდა 49-ში ადგილი დაიმკვიდრა. ზურგის დაცვა ამ ციხეში გადარჩენის ერთადერთი გზა იყო. კალიფორნიაში ბევრი ბანდა არსებობდა, მაგრამ ყველა ერთ კაცს ემორჩილებოდა. ედი კლარკს, მეტსახელად ელ დიაბლო, ეშმაკი. ციხე მისთვის მხოლოდ საცხოვრებელი არ იყო, არამედ ბიზნესი. ნარკოტიკებისა და აკრძალული ნივთების კონტრაბანდა მთლიანად მის კონტროლქვეშ იყო. პატარა იმპერია ჰქონდა შექმნილი. პატიმრებს მისი ეშინოდათ. მცველებიც კი განსაკუთრებულ პრივილეგიებს აძლევდნენ, რათა ვითომ სიმშვიდე შეენარჩუნებინათ. სინამდვილეში ეს ადგილი ნებისმიერ წამს შეიძლებოდა ჯოჯოხეთად გადაქცეულიყო. თითქმის ყველა იქ მკვლელობის ან მძიმე ძალადობისთვის იხდიდა სასჯელს. ელ დიაბლო 34 წლის იყო, მაგრამ 20 წელი უკვე ციხეში ჰქონდა გატარებული. 13 წლისას არასრულწლოვანთა დაწესებულებაში თანატოლის სასიკვდილო სცემა. მას შემდეგ რაც ის სრულწლოვანი გახდა, ბანდებში დაბრუნდა და მალევე დააპატიმრეს. მოხუც ქალს დაესხა თავს და მისი შვილი მოკლა. მას შემდეგ სამუდამო პატიმარი იყო. სასტიკი, არასტაბილური და სახიფათო, საკუთარ ახლობლებზეც კი იწევდა. რეჯი 4 წელი თავს არიდებდა მას. ბანდასთან ერთად თავს დაცულად გრძნობდა. კალათბურთს თამაშობდნენ, ეზოში საუბრობდნენ.
ამ დროის განმავლობაში ვარჯიშიც დაიწყო და ძლიერ კუნთიან 24 წლის კაცად ჩამოყალიბდა. ეს ძალა მას მალე დასჭირდებოდა. ელ დიაბლო ამასობაში სულ უფრო და უფრო იძირებოდა ალკოჰოლში. სიმთვრალე და ძალადობა ერთად უფრო საშიშ ფორმას იღებდა. მისი ქცევა ყოველდღე უფრო ქაოტური ხდებოდა და მიუხედავად იმისა, რომ რეჯი 4 წელი წარმატებით ერიდებოდა მას, მედიმად მაინც შეეჯახებდა. 2000 წლის ოქტომბერში ეზოში ერთმა პატიმარმა კენჭი ესროლა მცველს. ყველა მიწაზე დააწვინეს და ჩხრეკა დაიწყეს. იადაგზე იპოვეს თვითნაკეთი დანა. არავინ აღიარა. ბერმა იცოდა ვის ეკუთვნოდა, მაგრამ თქმა სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა. დანა ელ დიაბლოს უახლოეს თანამძრახელს ეკუთვნოდა. ელ დიაბლო მიწაზე იწვოდა, მსხვერპლს ეძებდა. თვალი რეჯიზე შეაჩერა, რომელიც ეზოს კედელს ღებავდა. ცოლებს უთხრა, ეს არის პატრონი. რამდენიმე წამში რეჯიმ ყველაფერი გათვალა. სამუდამო პატიმრობა უკვე ჰქონდა. ახალი ბრალდება არაფერს შეცვლიდა, მაგრამ თუ ცრუ ბრალს მიიღებდა, სუსტი გამოჩნდებოდა და ისევ მსხვერპლი გახდებოდა. როცა ჰკითხეს, უპასუხა, ჩემი არაა. მოკლე წინადადება იყო, მაგრამ ამით პირდაპირ დაუპირისპირდა ციხის ეშმაკს. ყველა გაუგდა. რეჯიმ წამიდან ელ დიაბლოს საჯარო მტერი გახდა. შემდეგი კვირები მუდმივ დაძაბულობაში გაატარა. ეძინა თვალგახებელს. ეზოში მცველებთან ახლოს იდგა. თავს არიდებდა მტრის ჯგუფს. ერთი თვის შემდეგ ნოემბერში ელ დიაბლო პირდაპირ მისკენ გაემართა. ეს მოულოდნელობა აღარ იყო. მიუახლოვდა, მხარზე ხელი დაადო და წელში დანა დაარტყა. არა იმისთვის, რომ მოეკლა, არამედ რომ გაერთხილებინა. შენი დღეები დათხრილია. ასე უთხრა მანყურში. დანა ბალახში მოისრულა და წავიდა. რეჯი სისხლს აჩერებდა, პატიმრებმა თვალი არიდეს. ცველებიც არ ჩარეულდა. ცოტა ხანში ზარი დაირეკა და ყველა საქმეებში დაბრუნეს. თითქოს არაფერი მომხდარა. ეზოდან დაბრუნებისას პატიმრებს ყოველთვის ჩხრეკდნენ. ამჯერადაც რიგში დააყენეს. ელ დიაბლო წინ იდგა. რეჯი რამდენიმე ადამიანით უკანა. იგი ჭრილობას აჭერდა ხელს, მაგრამ ასევე მალავდა კიდევ ერთ რამეს. მან ელ დიაბლოს მიერ ეზოში ნასროლი დანა აიღო და ჯიბეში ჰქონდა შენახული. როცა ელ დიაბლოს ჩხრეკდნენ და ზურგისკენ შეებრუნეს, მან ირონიული მზერა ესროლა რეჯის. იმ წამს რეჯი რიგიდან გამოვარდა, მიუახლოვდა და დანა ყელში ჩაარდა. ყველაფერი წამებში მოხდა. ელ დიაბლოს შოკიდან ტკივილში გადავიდა. კისერზე ხელი მიიჭირა, მაგრამ სისხლს ვეღარ აჩერებდა და სუნთქვა უჭირდა. ის დაეცა, სანამ ცველები გონს მოიგებოდნენ, რეჯი მიწაზე დაწვა. ხელები თავზე შემოიწყო და იყვირა. ვიცი, რასაც ვაკეთებ. აშკარა იყო, რომ მხოლოდ ერთი სამიზნე ჰყავდა. ის მაშინვე იზოლატორში გადაიყვანეს. ციხეს საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. ელ დიაბლოს სიკვდილი ქაოსს მოასწავებდა. რეჯის ახლა მეორე მკვლელობისთვის ელოდა სასამართლო. მოწმეები ბევრი იყვნენ, თან თავადაც აღიარა დანაშაული. გადარჩენის ერთადერთი გზა თავდაცვაზე დააღწნობა იყო, მაგრამ თუნდაც სიკვდილით დასჯა სასცენოდან მინიმუმ 10 წლიანი იზოლაცია ელოდა. ის პესიმისტურად უყურებდა მომავალს. სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ადვოკატების სიიდან ერთ-ერთი შემთხვევითობის პრინციპი დაერჩია. ეგონა შედეგი მაინც იგივე იქნებოდა, მაგრამ შეცდა. ადვოკატმა კრისტოფერ ბლოტმა ძველი საქმის ფაილებში ჩაღრმავება დაიწყო. 1994 წლის მკვლელობა, რომელთვისაც რეჯი იხდიდა სასჯელს. მსხვერპლი 29 წლის ფელიპ გონზალესი იყო. შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციელებმა ბორდელის მენეჯერი ჯონ ჯონსი დაკითხეს. მისი თქმით, გონზალესი მანქანით მივიდა, ვიღაცას ეძებდა, მაგრამ უთხრეს, რომ იქ არ იყო. დაბრუნებისას მას 3 შეიარაღებული მოზარდი მიუახლოვდა, სავარაუდოდ ბანდის წევრად. ფული მოსთხოვეს, თუმცა გონზალესი ინგლისურად ვერ საუბრობდა და ვერ გაიგო, რას ეუბნებოდნენ. სწორედ ამ მომენტიდან ყველაფერი ტრაგიკულად განვითარდა. სამმა მოზარდმა ფელიპე გონზალესი ადგილზე მოკლა და ჩიხში გაიხსნა. ბორდელის მენეჯერმა თქვა, ერთ-ერთი კოჭლობდა, თითქოს სროლისას დაიჭრა. საქმის გამომძიებელი პოლიციელი პირველად მუშაობდა მკვლელობაზე და სწრაფად ეძებდა შესაფერის ეჭვმიტანილს. რეჯი 19 წლის იყო, ბანდასთან კავშირში და ფეხზე ძველი ნატყვიარავი ჰქონდა. აღწერას მოარგეს და მკვლელობა დააბრალეს. წლების შემდეგ მისმა ადვოკატმა კრისტოფერ ბლოტმა საქმის დეტალები დაშალა. ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ტყვიები ზემოდან იყო ნასროლი. ქუჩის დონიდან არა, არამედ ზედა სართულიდან. ეს ეჭვს ბორდელის ფანჯარაზე და თვითონ მენეჯერზე მიიტანდა. ადგილზე არც რეჯის თიდი სანაბეჭდი იყო, არც დნმ. მოგვიანებით მენეჯერმა აღიარა, რომ პოლიციას ის უთხრა, რაც მათ აწყობდათ, რათა უკანონო ბიზნესი შეინარჩუნებინა. ყველაზე მნიშვნელოვანი, რეჯის ფეხის ჭრილობა 5 წლით ადრე ჰქონდა მიღებული, როცა 13 წლის იყო. ძველი ნატყვიარავი იყო და კოჭლობაც არ უძებდა. მიუხედავად ამისა, საქმე სწრაფად დახურეს და ის გაასამართლეს. ციხეში რეჯი ბიბლიოთეკაში სამართალს სწავლობდა და ცდილობდა ძალადობას არ დაბრუნებოდა, თუმცა გადარჩენისთვის ბრძოლა მაინც უწევდა. ადვოკატმა 3 წელი დაუთმო ამ საქმეს.
ამ პერიოდში რეჯი ელ დიაბლოს მკვლელობისთვის იზოლაციაში იჯდა. სასამართლომ დაადგინა, რომ პირველი მკვლელობა არ ჩაუდენია. ელ დიაბლოს საქმეში ბრალდება პირველი ხარისხიდან მეორედ შეამცირეს და 10 წლით იზოლაცია მიუსაჯეს. ამ დროისთვის უკვე 8 წელი ჰქონდა გადახდილი, ამიტომ კიდევ 2 წელი ჰქონდა დარჩენილი. 2009 წელს 16 წლიანი პატიმრობის შემდეგ, აქედან 10 წელი იზოლაციაში, რეჯი გაათავისუფლეს. 2017 წელს ლოს-ანჯელესმა მას $5.2 მილიონი კომპენსაციის სახით გადაუხადა. ფული დაკარგულ წლებს ვერ ებრუნებს, მაგრამ თავისუფლებას მაინც სხვა გემო აქვს.